მე მივიდე სტუდიაში მოვიწიო ჩვენი შემდეგი სტუმარი მომხიბვლელი და საყვარელი ადამიანი თანაც ნამდვილი კოლხი ქალბატონი ნანუკა გულუა რატაც გენამ ხოდა რატაც გენამ მომზადი შემოგვიყვება დიდი მადლობა გამზადი გენაცვალე ძალიან მიყვარს შენთან სტუმრობა ნანუკა შენ გენაცვალე როგორ მიხარია რომ აქ ხედავ ჩემ სტუდიაში და გარდა იმისა რაც ვთქვი ბევრი დავაკელი კიდევ იმიტომ რომ ბევრი სხვა შემილია შენთან დაკავშირებით ერთს ვიტყოდი რომ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ სოფლიოში დღეს იმიტომ რომ შენ ესე იგი მესამე ბავშვს ელოდები ჩემო ძვირფასო და ღმერთმა სიკეთით მოგარჩინოს როგორც ადრე იწოდნენ ხოლმე ჩვენში უღრმესი მადლობა მიყვარს შენთან სტუმრობა შენი თბილი მიღების მოსმენა და შენი კომპლიმენტების მიღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ერთხელ გავს ნათქვამი ინტერვიუში შინაბერობიდანო მრავალშვილიანობამდეო ერთი ნაბიჯიაო და ერთი ნაბიჯი ყოფილა კი ხო მაგრამ მე მგონი სამი ნაბიჯია ხო შემდგომში და ჩემი გამოცდილებით გეტყვი რომ 4 ნაბიჯია კაცო რომ მრავალშვილიანი აზრდა შობლისათვის და მითხარი ეს ყველაფერი როგორ განვითარდა სულ მინდა რომ мотиваცია მივცე იმ ქალბატონებს იმ გოგონებს რომელიც 35-37 პლუს ასაკში არიან ის რაც მე გამოვიარე რომ არ თხოვდები მე ვერ თხოვდები მე ბოლოს უკვე რაღა დრო შენი გათხოვებას მე უკვე რომ მოხდა ეს ყველაფერი მინდა რომ გოგონებს უთხრა იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ყველა განიცდის აი ამ წნეხს რასაც მეც განვიცდიდი რომ ყველაფერი წინ არის არასოდეს არაფერი გვიან არ არის და ყველა ოცნება აუცილებლად ხდება თუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდათ და ეს ყველაფერი არის მათთვის მართლა საოცნებო გენაცვალე შენ გარდა იმისა რომ მაყურებელმა შეგიყვარა როგორც ტელეწამყვანი მანამდე აღმოგაჩინა და შეგიყვარა როგორც აი მსახიობი ტელესერიალიდან და რამინდა ეს კითხვა ესეთი მიდგომა არის და ბევრს ეშელება აიგივებს ხოლმე პერსონაჟს მისი ხასიათით თქვა შენთან და რა მაინტერესებს ახლა მეუღლებ რა ნიშნით შეაჩერა შენზე არჩევანი პარალელი გაავლო თუ არ უყურებდა სერიალს და გადავჭი სხვათა შორის ყველაზე კარგი პერიოდია, ყველაზე ძვირფასი პერიოდია ჩემთვის სერიალის პერიოდი და ყოველთვის უდიდესი სითბოთი და მადლიერებით მოვიხსენიებ ამ პერიოდს, იმიტომ რომ ამდენი სიყვარულის და სითბოს მიღების საშუალება მომეცა მაშინ. კახა გერმანიაში ცხოვრობდა და სერიალს არ უყურებდა, ვერ უყურებდა, ესე თვალმოკვირით სოციალურ ქსელში დიდად აქტიური არ არის და მე ვამბობ რომ ამან გადამარჩინა მეთქი, იმიტომ რომ იქ ქოთქოთა მკაცრი ყველა საქმეში ჩართული რაღაცნაირი ქალის როლი მქონდა, რომელიც აფერხებდა ამ ჩემს სტატუსს, კი არა და გასათხოვრობას უფრო აფერხებდა და მე უკვე ერთად დავიწყეთ აი ამ რაღაცების ყურება. აი ახლა უფრო ამბობს, ეს რომ მენახა იცოდე, აი რაღაცას აწიგვიანია ბატონო. აწიგვიანია გენაცვალე. იცი რა ვიცი, შენგან ვიცი ასევე რომ ისეთი ცელქი ბავშვი ვიყავიო, სულ ამცხოვრებდი, ამტრადი მითხარი პატარები თუ დაგემგავსნე. თუ გვანან დედიკოს ამნიშნით მითხარი. სხვათა შორის დედა ჩემისგან არასოდეს გამიგია, შეურაცხყოფა, წყევლა, არ იცოდა საერთოდ. ერთადერთი რაც მახსოვს მისგან იყო ეს, რომ ღმერთო გეხვეწები მიეცი 5 შვილი და 5-ვე ზუსტად ისეთი როგორიც თვითონ არის. ეხა როცა უკვე შოკში ვარდები ხოლმე ეს ორივე ჯერ წლის და 2 წლის ისეთი აქტიურია დამანგრეველია სულ რაღაცას აი სულ მოლეკულები ვითარია აი სულ რაღაცას ეძება აი წამით არ ჩერდებიან აი სულ ყუთში უნდა სდიო სულ რაღაცას იღებენ სულ რაღაცას ჭრიან სულ რაღაცას ანადგურებენ და აი რომ გაგიჟებული ვარ ბოლოს და რომ ვეუბნები რომ ეს რა არის დედა ჩემი ესე იღიმის და ამბობს ეს არის და ჯერ სათხარ და რაც თავის დროზე მითხარი ეს თხა ჭაკი ჯუა ესეც მაქედან მომდინარეობს და სხვისი ფრაზაა ეგ შედა კი ეს არის ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ბებიის ფრაზა რომელიც ესე რომ დავთრიქინებდით ხოლმე ეს რაღაცა ასაკში ეს გოგონები რომ დავრბოდით ესე გვეძახთა ხოლმე და ეგრევე ამოტივტივდა სერიალში როცა საჭირო იყო კი ანუ რადგან სერიალი ვახსენებ მითხარი გადაღების პროცესიდან რა გახსენდება ესეთი კულისების მიღმავები ჩემი სტატუსი არის უკვე გაუთხოვარი, იმიტომ რომ ეს სერიალს ეგ ეტაპია. უკვე 14 წლის ვარ და ისედაც და მოკლედ ხალხს ძალიან არეული აქვს ეს ჩემი პერსონაჟი და რეალურად მე ჩავედით სამეგრელოში, იქ გვაქვს გადაღებები და ნუ აი მთელი ეს მეგრული კლანი ვართ წასულები. ჯერ სერიალშიც გასათხოვარი ვარ და არ არის ჩემი ასე ვთქვა ტონი გამოჩენილი სერიალში და მეც არც კახა. არც კახა, ხო და
როგორც იქ იწერებოდა, ისე მივყვებოდი ამ სცენარს ცხოვრებაშიც და მოკლედ არის ის, რომ ჩავედით სამეგრელოში, ვართ ერთ ამბავში, მე ამ ძვირფასი შუბებით ხან ერთით, ხან მეორე, ხან მესამე შუბით დავდივარ, დათო კვირცხალია, ხან იქით მიმაცილებს, ხან ქვემოთ ზურა ანთელავა მელოდება, ხან ესე ფეხს არ მადგმევინებენ, არის ერთი ამბავი და ეს მეგრელი ბიჭი უყურებს ამ გადაღებებს და გადაირია, გაგიშდა, რომ ეს მდიდარი ქალი ამ სხვადასხვა მანქანებით, ამ შუბებით, ამ ოლიგარქი ბიძებით და თან გასათხოვარ იფიქრა ჯანდაბა ჩემი თავი მოიყვანდა კაციო ეთყობა რომ უყურა ამ ყველაფერს ამ სცენას და გაგიშდა რომ უნდა შევერთო ეს კაცი სოლად. ესენი აყვნენ ახლა ორივე დათოც და ზურად. ნუ მოკლედ არის ერთი ამბავი ეს ხელს თხოვს ამათ ესენი თანახმა არიან. ასე შემდეგ ამ სიცილ თამაში ამან უკვე 5-6 მანქანა მობილიზება გაუკეთა გარე. მეოთხარი, აი ხა თქვენ ეს სერიალი დაამთავრეთ და თამაში თუ გამოვარდი, მეთქი უთხარით რეალურად ამას მინვარ და რა ვარ. მოკლედ განვიარაღდი, სანამ არ განვიარაღდი ამ ჩემი შუბები და მანქანები და არ ამოვიცვი კედები და არ მომაკითხა ნუ გზარი, მანამდე ვერ დაიჯერა ამ ბიჭმა სად ვიყავი და რა რეალობაში ვიყავი და აიწყო ცხოვრება. ძალიან სახალისო იყო მართლა რომ ერთი დღე ეს ადამიანი შეყვარებული იყო ამ პერსონაჟზე და მის ცხოვრებაზე, რასაც იქ გადასაღებ მოედანზე ხედავდა. შემდეგ უკვე ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო შენი საქმიანობის უკვე ტელეიმედში. მითხარი სატელევიზიო გადაღებებიდან რა გახსენდება ყველაზე უფრო ესეთი საინტერესო? გადასარევად მახსენდება და მიყვარს აქაურობა, იმიტომ რომ როდესაც ახალ ოჯახში შედიხარ, აი ყოველთვის გაქვს მაინც რაღაცნაირი ღელვა, რომ როგორ უნდა დაიმკვიდრო თავი, ეხა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, ყველას თავიდან უნდა გააცნო საკუთარი თავის შესაძლებლობები, აქ ესე არ ყოფილა. აქ ყველა და ყველაფერი მოტივირებულია, რომ შენ თავი რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნო, ყველა გეფერება, ყველა გესიყვარულება, ყველა შენთვის არის და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მახსენდება ზუსტად ჩვენი გადაცემის გადაღებებიც, რომელიც იყო ჩვენთან ერთად, ჩემი არაჩვეულებრივი პროდიუსერი ეკა, რომელიც, რა ვიცი, ყველგან და ყოველ წამს მინდა მადლობა ვუთხრა იმ უდიდესი გამოცდილებისთვის და მოტივაციისთვის, რაც მომცა და ახლა კიდე ჩემი ოჯახი, რომელიც მართლა ჩემი ოჯახი არის და ყოველდღიურად მოვიჩქარი, რომ რაც შეიძლება მალე შევიდე მათთან ერთად ეთერში და ვიყო და არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ის ატმოსფერო, რომელიც აქ იქმნება, ჩემთვის ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ენაცვალე. შენს თავად ძალიან ამდიდრებ ტელეიმედს, შენი პერსონით, შენი საქმიანობით.